ლიქში მინდა დავიწყო ჩემი განსაკუთრებული მხარდაჭერა და თანადგომა არაჩვეულებრივ დედას, არაჩვეულებრივი შვილის ნიკო კვარაცხელიას, უნიჭიერესი მომავლის ახალგაზრდის ესეთი ბერაგული მკვლელობის ფაქტზე, აი მუდიდესი და ალბათ წარმოუდგენლად დიდი ტკივილის გამო, რასაც განიცდის ახლა ეს ოჯახი და დღეს, როდესაც განუახლდა ალბათ დედას აი ეს ყველა ჭრილობა და ყველა ტკივილი, რომელიც არასდროს არ შუშდება და არასდროს არ ყუჩდება, მესმის რამდენად მძიმეა მისთვის, მე მინდა საჯარო მხარდაჭერა, თუმცა პირადადაც იცის ქალბატონმა იზამ ჩემი მხარდაჭერის და სოლიდარობის თაობაზე, მაგრამ საჯაროთაც ვაფიქსირებ ამას. გეტყვით უფრო მეც რაც შემიძლია გითხრათ, ეხლა თქვენ წაიკითხეთ თორნიკე მიგინეიშვილის ადვოკატის. კი, და მაყურებელს ვეთყვი, რომ თქვენთან საუბრის შემდეგ თორნიკე იქნება ასევე ჩვენთან ხაზზე პირდაპირ ეთერში. ხო, ჩემთვის არის ეს ნაცნობი, ეს ამბავი და ისტორია. იცოდით თქვენ? რა თქმა უნდა ვიცოდი, რა თქმა უნდა გარკვეული ინფორმაცია მაქვს და ეს ინფორმაცია მე ქალბატონ იზას მივაწოდე დედას, თუმცა კონფიდენციალურია ის ნაწილი, რაც ეხება შინაარსს, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია მე როგორც ადვოკატს ისე გამენდო და უფრო მეტი დეტალი იცის, რა თქმა უნდა, თორნიკემ, რომელიც არის დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ადვოკატი და თორნიკე რა ფარგლებშიც შეძლებს, იმ ფარგლებში ალბათ დღეს ისაუბრებს, მაგრამ თავარი სასაუბრო აქვს თავად პატიმრობაში მყოფ დიმიტრი ქვაჭრელიშვილს. მან იცის უფრო მეტი და მზად არის ოჯახს დაეხმაროს, ის თავადაც იმყოფება უკანონო პატიმრობაში და სხვათა შორის რაღაცა უცნაური ბმა არის ამ ყველაფრის ერთმანეთთან, იმიტომ რომ მისი დაპატიმრებაც რაღაცნაირად მიყვა იმ ჯაჭვს, რომელიც სადღაც აუცილებლად ერთდება ბევრი საქმეებში, რომელიც მათ შორის ბოლო პერიოდში ხმაურდება. ეხლა მე დეტალებს ანუ რამე კავშირში შეიძლება იყოს ამ ქვაჭრელიშვილის პოლიციის ყოფილი უფროსის პატიმრობა ამ საქმესთან? ეკა შეგიძლიათ ცოტა უფრო მეტი რომ მითხრათ, მე არ ვიცი რამდენად გაგვფუფლება, დიახ. მე გეტყვით, რისი შესაძლებლობაც მაქვს დღეს იმ ფარგლებში მხოლოდ ვისაუბრო. მე პირველ რიგში ვიდრე ამ დეტალებს დაუბრუნდებოდე, პროკურატურამ დღეს რაც გამოაცხადა, ჩემთვის ეს არ იყო უცხო და ახალი, მაგრამ გაუგებარი და ასახსნელია ეს საზოგადოებისთვის, რატომ დღეს. ჩემთვის გასაგებია რატომ დღეს, იმიტომ რომ დედამ ნიკო კვარაცხელიას დედამ თქვა უკვე რამდენიმე დღის წინ, რომ ის აპირებდა უფრო მეტ აქტიურობა, საჯარო საუბარს, უფრო მეტს ვიდრე აქამდე ვთქვათ, ამბობდა ან მოქმედებდა და ის რაღაცნაირად ალბათ შინაგანად მომწიფდა ამისთვის, ან რაღაცა კულმინაციური მომენტი იყო ის, რამაც მას გადაადგმევინა ის ნაბიჯი, როდესაც თქვა, რომ ეხლა მე მჭირდება საქართველოს დახმარება, ხო დედა ითხოვდა ამ თანადგომას. აი ეს იყო ალბათ მაპროვოცირებელი, ანუ გადამწყვეტი ფაქტორი, რომ ის რაც პროკურატურამ იცოდა და ჩანს რომ იცოდა, ბევრი რამ, რაც დღეს გვაჩვენეს მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ უნდა უთხრან საზოგადოებას, რატომ არ დაარქვეს იქამდე ამ ყველაფერს თავის სახელი. ეს არის კითხვა, რომელიც მათ მიემართება და ამაზე თავად პროკურატურამ უნდა უპასუხოს. რაც შეეხება იმ ნაწილს, რაც მე შემიძლია გითხრათ, გარკვეული ინფორმაცია, რომელზედაც დღეს საუბრობდა პროკურატურა გარკვეული გვარებიც, დიახ ეს იყო მათ შორის ჩემთვისაც ეს ინფორმაცია მოწოდებული, როგორც ადვოკატისთვის, როგორც გითხარით, მაგრამ კონფიდენციალობის გამო მე ამაზე ვერ ვისაუბრებ საჯაროდ. თავად დიმიტრი ქვაჭრელიშვილი, რომელსაც მე შევხვდი ერთხელ და ვისაუბრეთ ამ და სხვა საკითხებზე. პატიმრობაში მყოფ შეხვდით? დიახ, შევხვდი.
და დიახ. რატომ არის ის დაკავებული? მაპატიეთ თუ მე არ მაქვს ეს ინფორმაცია, უბრალოდ ეთერში შემოსვლის წინ წამომეწია ეს ამბავი. სხვათა შორის ძალიან საინტერესო მასალა საგამოძიებო ჟურნალისტთა ჯგუფმა იმუშავა ამ საქმეზე და ნოდარ მელაძის გადაცემაში იყო დიმიტრი ქვაჭრელიშვილის საქმის ისტორია. ეს ძალიან საინტერესო საქმეა. მტკიცებულებების გარეშე დააკავეს პოლიციის უფროსი, რომელიც ასახელებს მაღალი თანამდებობის პირებს, რომელიც მის საქმეში არის უშუალოდ მონაწილე. მან არ შეასრულა უკანონო დავალება, რომელიც მას დაევალა და ამის შემდგომ ხდება მისი საქმის ფაბრიკაცია. ამიტომ ეს პროცესი ახლა რომელიც მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში, სხვა შორის მიმდინარე პროცესია, თორნიკე ამაზე უფრო მეც ისაუბრებს, ის გამოდის სასამართლო პროცესზე. და ძალიან საინტერესოა ამ საქმის კავშირების დანახვა, მათ შორის იმ რაღაცა ბუნდოვანებით მოცულ საქმეებთან, რომელიც ახლა ნელ-ნელა იხსნება. ამიტომ მოდი დაველოდოთ, როდის დაკითხავენ დიმიტრი ქვაჭრელიშვილს, იმიტომ რომ ის მზად არის ჩვენება მისცეს პროკურატურას, ისაუბროს რა იცის ნიკო კვარაცხელიას სკოლობის საქმესთან დაკავშირებით. მან პირველმა ნახა ამ მკვლელობაში დღეს დასახელებული გასამართლებული პირები და უფრო მეტი და საინტერესო დეტალები მან შეიძლება უამბოს გამოძიებას, მათ შორის დაასახელოს რაც იცის მან ის ადამიანები, ვინც შეიძლება დღეს არ ჩანს ან მიღმა და ასე შემდეგ. შემდეგ გაყვეს უნდა გამოძიება ამ კვალს და გამოჩნდება ვისთან მიდის საბოლოოდ ეს არიადნა საფი, რომელიც გაიხსნება აუცილებლად და ითქმება, ვინ გადაწყვიტა თავის დროზე მიეჩქმალა თუ დაეფარა ეს ისტორია, მიეცა მას სხვა სახელი და სხვა მიმართულება და სად გაჩერდება ეს კვალი. ამიტომ ეს გამოძიების საგანია. მე რაც შემიძლია რომ დავეხმარო ნიკოს დედას და ამ ოჯახს ჩემი პროფესიული გამოცდილებით ამას ისედაც გავაკეთებ, მაგრამ ეხლა გამოძიებას აქვს ამუშაო. ფაქტი არის ერთი და არის ძალიან ცალსახა, რომ ის რაც დღეს ითქვა და რაც ვიდეო მასალებით იყო ნაჩვენები, ეს ხომ მქონდა ეს ინფორმაცია გამოძიებას. რატომ ელოდებიან გამწარებული დედების ხო აი ეს არის ძალიან საინტერესო. რატომ ელოდებიან? ანუ მე შემთხვევით არ გავიხსენე, ეკა იზა ამბობდა ეთერში ჩემთან და მანამდე წერდა კიდეც და საუბრობდა ამაზე, რომ მივმართეო ღარიბაშვილს ასახელებდა გომელაურ შოთაძეს, ანუ ძველი თანამდებობის პირველ პირებს და რეაგირება იყო ნულიო. და აი რა საინტერესოა ამდენი ხანი რა ინტერესით ხდებოდა დაფარება ხელის ეს არის ისეთი კითხვა რომელიც პასუხს ითხოვს და აი თქვენ წეგან ამბობდით და როგორც ყოველთვის მე უდრო-უდროს ჩაგეჭერით რომ მე რომ შევხვდიო ამ დიმიტრი ქვაჭრელიშვილსო და მე გაგაწყვეტინეთ ციხეში შეხვდით თუ არა თქო რა გითხრათ რომ შეხვდით მოდით მივუბრუნდეთ ისევ ამ თემას დიახ, დეტალებს რა თქმა უნდა ვერ ვამბობ დღეს, იმიტომ როგორც გითხარით, ეს არის კონფიდენციალური ნაწილი, თუმცა ვიცი რომ თავად მზად არის სასაუბროთ, მან თქვა რომ ძალიან წუხს ამ ამბის გამო და ის რაც მან იცის, როდესაც შეესწრო დაკავება იმ ორი ადამიანის, ვინც გასამართლებულია, მოხდა სწორედ მისი პოლიციის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას აქვს ეს ინფორმაცია, რას ყვებოდნენ ეს ადამიანები და მათ შორის მას აქვს ძალიან საინტერესო ინფორმაცია რამდენიმე იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც დღესაც თანამდებობაზეა და რომელიც უკავშირდება მათ შორის ამ გამოძიების საქმეს. უბრალოდ მოქმედი პოლიციის უფროსი გამოძიებას ვერ ჩაატარებდა, იმიტომ ეს არ არის უკვე მისი კომპეტენცია, პროკურატურა იძიებდა ამ საქმეს და რა თქმა უნდა ის ჩათვლიდა რომ დაკავების შემდგომ შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები დაკითხვა, გამოძიება, ფაქტების დადგენა, დამკვეთების, სწორი ვერსიის, რა იყო მიზანი და ასე შემდეგ, ეს არის გამოძიების
უშუალო ვალდებულება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა პირველი დეტალები. ამიტომ მე ის რაც მაშინ გავიგე, რაც შემეძლო რომ გამეზიარებინა ქალბატონი იზასთვის და ნიკოს დედისთვის გაუზიარე და დანარჩენი უკვე ამაზე და ეხაც თანამდებობაზე არიან ეს პირები, ვიზეც კვატრელიშვილს შეუძლია ინფორმაციის მიცემა ოჯახისთვის და რამდენიმე რომელ სტრუქტურაში მარტო ეს მითხარით, რადგან არ გაქვთ ახლა იმის სურვილი ძალოვანშიც და არა ძალოვანშიც პოლიტიკურ თანამდებობაზეც? პოლიტიკურ თანამდებობაზეც. ანუ რას ამბობდა ეს კაცი, რასა კარგით? ამას უკვე მე ვკითხავ თორნიკეს. თუ თქვენ მეტი საუბრის უფლებას არ აძლევთ თავს. უბრალოდ დიახ, ამ ეტაპზე არა და ალბათ შეიძლება მოგვიანებით უფრო მეტად შევძლო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მაინც დაცულია იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ახლა შეიძლება მე საუბრობდე საჯაროდ, თუმცა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ პროკურატურამ რა თქმა უნდა ალბათ ესეც იცოდა, ხო, ეხლა როცა მეც შევხვდი თორნიკეთ შედის საუბრება, მე არ ვიცი რამდენად დაცულია ზოგადად ის კონფიდენციალობა, რაც პატიმართან საუბრის დროს უნდა იყოს დაცული, არავინ არ უნდა ისმენდეს, თუმცა არა ვარ ამაში დარწმუნებული და მე ვფიქრობ, რომ პროკურატურისთვისაც ალბათ ცნობილი იყო ის, რომ დედას აქვს უფრო მეტი ინფორმაცია და რაზეც ის ალბათ თავადაც ისაუბრებს და ბევრი რამ გაირკვევა, მე ვფიქრობ აი ამ ეტაპიდანაც ეს გარემოებები, რომელიც ყველაფერი ერთმანეთს ლოგიკურად უნდა მიეწყოს, მთავარი არის, რომ გამოჩნდეს ვინ აფარებდა ხელს რომ დღეს რაც თქვეს ის აქამდე არ იყო ცნობილი. ვინ აფარებდა იმ ჩვენებებს, რომელსაც იძლეოდნენ და რატომ? დიახ, რატომ? რა იყო ამის მიზანი? და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ასეთი გახმაურებული საქმე, ასეთი შემზარავი მკვლელობა, როდესაც წლების განმავლობაში ტაბუ დადებულია და ელოდები იმას, როდის გადადგამს დედა განწირულ ნაბიჯს და როდის გახდება იძულებული, რომ ილაპარაკოს აი ასეთი ფორმით, რომ ეხლა მე ქუჩაში უნდა გამოვიდე, აი რატომ უნდა გახდეს ეს საჭირო, ვის გამო ხდებოდა ეს ყველაფერი. ეს აუცილებლად უნდა ითქვას, იმიტომ რომ შეუძლებელია მართლმსაჯულება ასეთ სიბნელეში ხორციელდებოდეს. ვერ იფუნქციონირებს ქვეყანა, სადაც საგამოძიებო ორგანოები, სასამართლო ამ ყველაფერზე დუმს. ეხლა როდესაც სააპელაციო სასამართლოში დიმიტრი ქვაჭრელიშვილი საუბრობს ძალიან მნიშვნელოვან ფაქტებზე და ის საუბრობს ამ ფაქტებზე, შეუძლებელია მოსამართლეები აი ამ ჩარჩოს ესე შემოსაზღვრავდნენ და ამბობდნენ, რომ ეს ჩვენ არ გვეხება. ეხება, იმიტომ რომ ეხება სამართლის დადგენას და სამართალს არ აქვს ჩაკეტილი სივრცე. რა თქმა უნდა, თან თუ კი ის მზად არის, რომ მოყვეს ყველაფერი, ეს ამისი დაიგნორება შეუძლებელია. თუ მართლა გამოძიება ჭირდება. დიახ, ინგა, ამას დიდი გამბედაობა ჭირდება, როდესაც პატიმრობაში მყოფი ადამიანი თან ამ სისტემაში ამდენი წელი მყოფი და ბევრის მნახველი ამბობს, რომ მე და ეს რამდენიმე თვით ადრე თქვა მან ეს მზაობა გამოხატა და ეს მაშინვე უთხარი მე ნიკოს დედას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და ამით რომ არის ინტერესები გამოძიება რო ხარ და ვიღაცას ესე ხელს აფარებს თელი სისტემა, ეს ადრე თუ გვიან მაინც გამჟღავნდება და ეხლა როგორ ჩანს დადგა ეს მომენტი და ნახოთ როგორ დაარქმევს სახელს ყველაფერს, რასაც სახელი უნდა დაარქვას გამოძიებამ და სასამართლომ ამავე დროს. აი აქ იცით ყველაზე მძიმე რა არის, ეხლა ამ ქვაჭრელიშვილის თემა ვაღიარებ, შესაძლებელია გამომრჩა მე თვითონ, იმიტომ რომ აი ეთერში შემოსვლის წინ უცებ შემთხვევით ვნახეთ
მიაღე თორნიკეს სტატუსი და ეს ისეთი შემზარავი ამბავია, ანუ დედა საუბრობს 5 წლის განმავლობაში ითხოვს გამოძიებას, მფარველებზე საუბრობს თურმე კაცი პოლიციის უფროსი, რომელიც ამბობს, რომ საკუთარი თვალით ნახა და მას შეუძლია ამაზე ლაპარაკი და ჩვენ 5 წლის თავზე გვეუბნებიან მხოლოდ და გვიჩვენებენ ამ მტკიცებულებებს, კადრებს და გვეუბნებიან, რომ აი ეს კონკრეტული პირები იყვნენ მონაწილეები. ეს ძალიან შემზარავი ამბავია და ითხოვს უამრავ პასუხს. ეკა რა მინდა იცით რომ მკითხოთ, სხვა შორის შაბათსაც საუბრობდით ნოდარ მელაძე ყვებოდა პირდაპირ ეთერში, როცა ვიდრე იზა ომაძე ჩამერთვებოდა ნიკოს დედა პროკურორის, ანუ გამოძიება როგორ მიდიოდა რა, პროკურორი ერთი და იგივე რომ იყო ჯანგველაძის საქმის და ნიკო კვარაცხელიას საქმის. ბატონ შაიშმელაშვილზე არის აქ საუბარი, დღეს ჩვენები აჩვენებდნენ კიდეც არქივიდან მარიამ გაფრინდაშვილის მიერ დასმულ კითხვებს ამ პროკურორის მიმართ. ფაქტი არის, რომ ამ მკვლელობამ, ეხლა მე ჯანგველაძის მკვლელობას გულისხმობ, რაღაცეები ააყირავა ამ ქვეყანაში. ფაქტი არის, ხო, არ ვიცი, აი თუ რამეში არასწორად წავედი, ეხლა როცა კითხვას ჩამოვაყალიბებ, მითხარით, რომ არასწორად მივდივარ. მე როგორ ვხედავ, როგორც ერთი რიგითი ადამიანი. აი კლავენ ლევან ჯანგველაძეს და მერე იცვლება, ყირავდება ყველაფერი და სხვათა შორის აი პროკურორი რომ ვახსენე, ეს საერთო პროკურორი იყო ორივე საქმეში და ფარცხალაძის გვარი და სახელი მანამდე არ ფიგურირებს ჯანგველაძის საქმეში. აი მერე ხდება, თორე მანამდე ყველას გვახსოვს, როცა ის FSB-ს აგენტად დაასახელა ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა, მთელი ხელისუფლება და მთელი პარტია გადაეფარა, სანამ არ მოაგვარა მან თავისი ფინანსური საკითხები, თავისი ეროვნული ბანკით, ყველა ერთად გადაეფარა ფარცხალაძეს. მაგრამ აი უკვე დღეს ღიად ლაპარაკობენ და იცით, რომ საქმე არის აღძრული და ძებნაა გამოცხადებული. დღეს გამოდის კოკა მორგოშია და ასეთ ვერსიას თავაზობს საზოგადოებას, რომ ნიკოს საქმეში როგორი იყო სავარაუდოდ, მე მხოლოდ მორგოშიას ვერსიას ეხლა ვყვები და მე არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არ მქონია. ფარცხალაძის გვარი ისევ აქ და ამბობს, რომ ფარცხალაძემ შემოიყვანა ძმები კაკულიებიო საზღვარზე ქვეყანაში და გამორიცხულია, რომ ეს არ სცოდნოდა ლილუაშვილსო. შეიძლება ეხლა მე აი ამ ყველაფერს ერთ კითხვაში რომ ვაერთიანებ ვცდები, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, აი შეიძლება აქაც იყოს თქვათ იგივე ის ვერსია, ფარცხალაძის ჩართულობა, მერე პროკურატურაში ფარცხალაძის გავლენები, პროკურატურა გამოძიება, ვიღაცებს აგერ თქვენც ამბობთ, რომ ხელს აფარებდნენ არა და წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თურმე ამბობს, რომ მზად არის, რომ მიაწოდოს ეს ინფორმაცია. რა ხდება? რა სიტყვით? ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები დასვით ინგა ეხა თქვენ და ძალიან ლოგიკურია ყველა ეს კითხვა. მეც როგორც იურისტი ფაქტებზე კონცენტრირდები და სულ როდესაც ყოველთვის როდესაც ვაკვირდები ფაქტები როგორ ლაგდება და შემდეგ ვაკეთებ დასკვნას. ფაქტები მეტყველებენ იმაზე, რომ ამ საქმეს ვიღაც ხელს აფარებდა. ნიკოს დედას აქვს ვერსია, რომელიც განსხვავებულია, ის ფიქრობს, რომ განსხვავებულია იმ ვერსიისგან, რასაც პროკურატურა აცხადებს და ამბობს, რომ ეს საქმე გახსნილია და მორჩა. არ იზიარებს, ხო, ფაქტია ის, რომ არის კიდევ სხვა გარემოებები, რომელიც ბევრ რამეს ჯერ კიდევ არ და ვერ ააშკარავებს. ის რომ პროკურორი ფიგურირებს, აი ეს პროკურორი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ამ და იმ გახმაურებულ მკვლელობის საქმეში, ჯანგველაძის საქმეში, ეს არ არის შემთხვევითი. არ არის შემთხვევითი, ამიტომ რაღაც გინდა არ გინდა ერთმანეთს უკავშირებ რაღაცეებს, ხო? უმძიმეს ფაქტებზე ვსაუბრობ. ფაქტები, დიახ,
და არ არის შემთხვევითი, როდესაც ერთი და იგივე მოსამართლეების ხელში ხვდება ასეთი საქმეები. ამ ფაქტებს, როდესაც ვალაგებთ ჩვენ ქრონოლოგიურად და ფაქტს, როდესაც არ შეცვლი და ისე როგორც ის არის, ისე იმ ფორმით, იმ სახით სამართლებრივად სწორად, როდესაც აანალიზებ, მიდიხარ უკვე სიმართლემდე, აი როგორც კი ფაქტების დამახინჯება დაიწყეს, ამიტომაც აირია გზაკვალი, მაგრამ დაალაგდება თუ ამის ნება იქნება. ასე რომ დასაკითხია დიმიტრი ქვაჭრელიშვილი, გამოსაძიებელია მათ შორის მის საქმე, სადაც ასევე ფიგურირებს აქ აგენტი, რომელიც მას იმ საქმეში მიუგზავნეს, რატომ მოხდა მისი საქმის ასე ხელოვნურად შექმნა და მისი მოშორება. აი ეს ყველაფერი რაღაცნაირად ერთმანეთთან კავშირშია, მე ასე ვხედავ, როდესაც ამ ფაქტებს ვალაგებ და საბოლოო ჯამში მე მივალთ სიმართლემდე. ის პროკურორი რატომ იყო იმ და ამ საქმეში და ბევრი კითხვა, რატო იმალებოდა ეს ჩვენებები, ვინ დააფარა ხელი იმას, რომ ეს დაკავებული პირველ რიგში დაკავებული ადამიანები, რომლებიც ასახელებდნენ სხვა პირებს, ის სხვა პირები საქმიდან თავდაპირველად გაუჩინარებული იყო და ასე შემდეგ. და სხვა ვერსია ხომ არ არის კიდევ, აი, რომელიც განსახილველია, როგორც მკვლელობის მოტივი. აი რა ვერსია ეკა იზა ომაძეც ნიკოს დედაც საუბრობდა მკვლელობის მოტივზე, რომ სხვა იყო მოტივი, ანუ თქვენც ფიქრობთ, რომ მოტივი იყო სხვა და არა მაგალითად ნიკოს მამის თემა, როგორც ეს პროკურატურის მიერ მოვისმინეთ, თუნდაც დღეს. დიახ, მეც ხა ნიკოს დედას მეც ვესაუბრე რამდენჯერმე და ძალიან ლოგიკურად მეჩვენება ის კითხვები, რომელსაც ისვამს, იმიტომ რომ ის ისტორია, რომელზედაც ხე საუბრობდა პროკურატურა, ხა ის ისტორია ბევრად ადრე იყო ცნობილი და რატომ მაშინ ადრე არა და რატომ მოხდა ეს დაგეგმილი მკვლელობა იმ პერიოდში, როდესაც ნიკო ძალიან მნიშვნელოვანი საქმით იყო დაკავებული. აი ბევრი რამ არის აქ ჯერ კიდევ გასარკვევი და გასაანალიზებელი, ესე რომ ესე მარტივად და უკრიტიკოდ მიიღო ის ვერსია, რაც იყო შემოთავაზებული, არ არის ალბათ ესე იოლი და მით უფრო ოჯახისთვის, რომელმაც იცის უფრო მეტი დეტალი, იცის ურთიერთობების შესახებ, უფრო მეტი ისეთი ნიუანსი, რომელიც გავლენას ახდენს საბოლოოდ ამ ვერსიის ჩამოყალიბებაზე. ასე რომ ეს საქმე გახსნილია ამის თქმა ჯერ ადრე მგონია, ჯერ კიდევ ბევრი ფაქტი იქნება. კი ბატონო, და ერთი კითხვაც ეკა და უკვე თორნიკესთან გარემოებები გამოჩნდება. ერთი კითხვაც და დაგემშვიდობებით შესაძლებელია თუ არა, რადგან უკვე ჩვენ მივედით, აი დღეს უკვე ეგ რეალობა გვაქვს მფარველებამდე, ამასაც როგორც იურისტს ისე გეკითხებით, შესაძლებელია თუ არა ეს საქმე მივიდეს ძალიან მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობამდე, როგორც მფარველების, აი მინიმუმ როგორც მფარველების, რომ რა მოტივი ქონდათ, ვინ რატომ შეიძლება მფარველობდა. ფაქტი არის, რომ 5 წლის თავზე ხდება კონკრეტული სახელების და გვარების დასახელება პროკურატურის მხრიდან. ანუ ეგ იმაზე მეტყველებს, რომ შეიძლება გამორიცხული არ იყოს. თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ძალიან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებზე გავიდეს უკვე ნიკოს საქმის გამოძიება და პასუხისმგებლობა დადგეს როგორც მფარველებისა? არ გამოვრიცხავ, თუმცა დღეს ეს რამდენად იქნება შესაძლებელი ამ ჩაბნელებული მართლმსაჯულების პირობებში, მე ცოტა უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ იმ ნაწილში ვარ დარწმუნებული, რომ ეს მომავალში აუცილებლად გაირკვევა, ისე როგორც ბევრი გაუხსნელი საქმე გაიხსნება, ეს აუცილებლად მოხდება ადრე თუ გვიან. სამართალს აქვს ეს უნიკალური ბუნება, რომ ის აუცილებლად ცხადდება რაღაც ეტაპზე, მაგრამ არასდროს არ უნდა შეწყვიტო ამისთვის ბრძოლა.